ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ვინც მოისმინეთ წმინდა წერილის სიტყვები, შეგვესმოდა თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ მოუწოდა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს და გააგზავნა ისინი წუთის სოფელში ქადაგებისათვის ცათა სასუფეველისა. და უთხრა მათ, ნუ გექნებათ თან ნუცა ვაშკარანი, ანუ ქისა, რომელშიც ფული ინახებოდა. ნუცა კვერთხი, ნუცა ზედმეტი შესამოსელი და წადით და უქადაგეთ ყოველთა კაცთა, რათა მოახლოებულას სასუფეველი ცათაო. მაცხოვარმა ეს დავალება მისცა თავის მოწაფეებს. განამტკიცა ისინი, უთხრა, რომ ნუ გეშინიათ. რამე თუ გაძლევთ თქვენ ძალას იმისათვის, რომ სასწაულებს ახდენდეთ, ეშპაკებს განდევნიდეთ, ავადმყოფებს განკურნავდეთ. რაიმე სასიკვდილე თუ რამ შესვათ ან იყოს თქვენ ცხოვრებაში, ყოველივე იყოს გაქარწყლებული. და წმინდა მოციქულები წავიდნენ და აღასრულეს მაცხოვრის სიტყვა. და როდესაც ჩვენ კითხულობთ წმინდა მოციქულების ცხოვრებას, ვხედავთ, რომ თუ რამდენი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს მათ, თუ როგორ დევნიდნენ, ყვედრიდნენ. პავლე მოციქულმა დღეს ასეთი სიტყვები თქვა, გამოცდილებამ ჭირისაო, სიხარული შეგვძინაო. მაცხოვრებაში ნათქვამია, თუ როგორ ხან დაგესლავდა გველი, ხან იყვნენ მსხვერპლი ზღვის ღელვის ადამიანთაგან ძიმე შეურაცხყოფის, ცემის, სასიკვდილე ჭრილობების მიყენების. და ღმერთმა მათ ყოველთვის და ყველგან მისცა შეწევნა. სანამდე არ მოვიდა ჟამი მათი აღსასრულისა. და აღსასრული მათი მოციქულთათვის იყო მისწრაფება, იმიტომ რომ ყველა მათგანი ქრისტესთან შეხვედრას ელოდებოდა. და ამ წუთის სოფელში ამგვარად იცხოვრეს. და მოციქულთა დრო და ის მადლი, რომელიც ქრისტემ მიანიჭა მათ, ეს არის ჟამი განსაკუთრებული. ჟამი სულიწმინდის მოქმედების,
სხვადასხვა ნიჭის მინიჭების მოციქულთათვის. და მოციქულებმა ამ ძალითა და ნიჭით მრავალი ადამიანი მოაქციეს და დააფუძნეს ეკლესია. დაადგინეს ეპისკოპოსები და ხუცესები, მღვდლები და დიაკვნები. და ეკლესია არის მემკვიდრე იმ კურთხევისა და ქრისტესაგან მინიჭებული მადლისა წმინდა მოციქულთათვის. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სამოციქულო ეკლესია, რამე თუ ის დაფუძნებულია მოციქულთაგან და ამავ დროს თავად ეკლესია არის მოციქული ქრისტესი წმინდა სოფელში, უკაცრავად წუთის სოფელში. მოციქული, რომელიც ქადაგებს ღვთის სიტყვას, რომელიც მადლს სულისა წმინდისა გადასცემს ადამიანებს წმინდა საიდუმლოებებში, ნათლობის, ჯვრისწერის, ზეთის კურთხევის, ზიარების, აღსარების, სამღვდელო კურთხევის, ეს მადლი სულისა წმინდისა გარდა მოდის მორწმუნე მრევლზე, ძვირფასო ძმანო და დანო. ქრისტეს მორწმუნე ადამიანებზე, ვინც ეძიებს ქრისტესთან ურთიერთობასა და შეხვედრას. და ის ჭირი, რომელიც გამოიარეს წმინდა მოციქულებმა დევნისა და ყვედრების და მრავალი განსაცდელის და მწუხარების სახით, გამოიარა ეკლესიამაც საუკუნეების მანძილზე და ეკლესიის წევრებმაც. თუ ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, ნახავთ, რომ პრაქტიკულად არ იყო პერიოდი ეკლესიის ისტორიაში, რომ განსაცდელი არ ყოფილიყო ეკლესიას. ჯერ დევნა წარმართთაგან, შემდგომ მწვალებლობების მიერ იარები მიყენებული ეკლესიის სხეულზე. შემდგომ განსაცდელები, თავდასხვები და დევნა უცხო ტომელთაგან, უცხო სარწმუნოების მქონე ერებისგან. შიდა განხეთქილება თუ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი მოციქულთა დროიდან არის. და მკითხულობ ჩვენ საქმე მოციქულთაში თუ მოციქულთა წერილებში, როგორ ხდება, როგორ აფრთხილებენ მოციქულები, რომ მოусმენთ ამა თუ იმ პიროვნების სიტყვას, რამე თუ საცდურად არის ის მოსულიო. მოусმენთ ასევე სხვა პიროვნებას, რომელიც ქედმაღალი არისო და ამპარტავანიო და განხეთქილებას წარმოშობსო.
როგორ არასწორად გებულობდნენ მოციქულთა სიტყვებს და მათ ქადაგებას და თხოვდნენ, ხან ფულს აძლევდნენ, რომ თითქოს ეს მადლი სულისა-წმინდისა მათთვის მიეყიდათ, ასე უყურებდნენ, ასე ესმოდათ, ანგარებას ხედავდნენ, ხოლო და ანგარებისთვის უნდოდათ მოციქულებთან ერთად ყოფნა და სხვადასხვა მრავალი, რომელიც გამოიარა ეკლესია და თავად მოციქულების მდგომარეობაც რო ავიღოთ, საკუთარი ერის შვილები დევნიდნენ მათ. იმჟამინდელი ებრაელები მოციქულებს დევნიდნენ, იმიტომ რომ არ ესმოდათ მათი სიტყვა, შეისმენდნენ, მაგრამ კვლავ იტყოდნენ, რომ არა, მამა-პაპათაგან ჩვენ ასე გვსმენია, ასე დაგვიდგინდა, საკითხი წინა დაცვეთისა, ამაზე დიდი კაბათები იყო ებრაელთა და წარმართებს შორის, რომლებიც მოიქცნენ ქრისტიანობაზე. და აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ეკლესია მოვიდა დღევანდელ დღემდე 21 საუკუნეში ვიმყოფებით ჩვენ. და ჩვენს გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ერს ეკლესიის ხმა არ ესმოდა და პირიქით დასაცინად და სალაზღანდაროდ ჰქონდა ეკლესია და ჩვენი სიწმინდენი. აი გახსოვთ, თუნდაც აი ქვათახევის მონასტერი არის გადაღებული ლაზარეში, თუ გახსოვთ ეს ფილმი. ძველ ყოველ შემთხვევაში თაობას ახსოვს ეს ფილმი. და როგორ არის იქ სასულიერო პირი გამოყვანილი. ეს სულ ახალ ხდება რაღაც 30-40 წლის წინ. მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ყველაზე მთავარი, რომ ეკლესია ყოველთვის ყველა ძიმე და რთულ დროს ქადაგებდა ღვთის სიტყვას. იმ ათეისტურ უღმერთო პერიოდშიც ეკლესია, რომელიც იყო დარჩენილი და სასულიერო პირებიც, ისინი ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, მათ არ შეუწყვეტიათ ღვთის სიტყვა, სიტყვის ქადაგება. შეიძლება ეს არ იყო ისეთი სიძლიერით და იმ საშუალებებით, რომელიც დღეს მოგვეცა ჩვენ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ რადიოში თუ ტელევიზიაში, იყოს საუბარი სარწმუნოებაზე, ვრცელდებოდეს ქადაგებები, სხვადასხვა სახის წიგნები, ლიტერატურა. აღნიშნავდეთ დღესასწაულს, ვიცოდეთ მარხვის დღეები. ეს შეიძლება არ იყოს საყოველთაოდ, მაგრამ ეკლესიაში თუ ვინმე მივიდოდა, მას ამის შესახებ აუცილებლად ასწავლიდნენ, ეტყოდნენ, დაარიგებდნენ. ბევრი ჩვენგანი მონათლულია
ზუსტად იმ უღმერთო დროს. ბევრი სახში მოინათლა, იმიტომ რომ შიშობდა ეკლესიაში მისვლას და თხოვდნენ სასულიერო პირებს, რომ თავად სახში მოსულიყო და იქ ჩაეტარებინა ნათლობა. მიცვალებულებს წესს უგებდნენ. ამით მინდა ვთქვა ის, რომ ეკლესიის ქადაგება მოციქულთა დროიდან ისეთივე ძალითა და მადლით მიმდინარეობს, როგორც ეს ქრისტემ მისცა თავის მოწაფეებს. რამე თუ ეკლესია არის მოციქულთა მიერ დადგენილი და თავი ამ ეკლესიისა არის ქრისტე და მას თავისი საქმე ადამიანების სულის ცხოვრების საქმე არ შეუწყვეტია. და როგორც თქვი, ხან ძლიერად და ხმამაღლა, ხან ჩუმად და ზოგ შემთხვევაში ჩურჩულით, მაგრამ ყოველთვის ადამიანისათვის ნათქვამი იყო ყველა დროს, ვინც ეძიებდა ღმერთს, ვინც მატერიალიზმს მცირედად მაინც მოწყდა, ვისაც შეკითხვა გაუჩნდა საკუთარი სულის უკტავებაზე, ყველას წმინდა ეკლესიამ თავისი სიტყვა და სწავლება გაუზიარა და მიაწოდა და აჩვენა გზა ქრისტესკენ და ასწავლა კავშირი ქრისტესთან. და ამგვარად ადამიანი ღმერთთან აღთქმაში შეიყვანა. აღთქმა ნიშნავს კავშირს ღმერთთან. ის რაც ღმერთმა ჩვენ აღგვითქვა და ჩვენც აღუთქვით უფალს. აი ეს ორმხრივი კავშირია უფალთან. და ჩვენ ამ კავშირის მაძიებლებიც და მონაწილენიც ვართ ძვირფასო ძმანო და დანო. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. რომ ჩვენ ვართ კავშირში ღმერთთან, როგორც ქრისტიანები. და ამ კავშირით ვეძიებთ ჩვენი უკტავი სულის ცხოვრებას და ღმერთთან მარადიულად დამკვიდრებას. და დედამიწაზე ამას ამ ცოდვილ წუთისოფელში ჩვენ ეკლესიის წევრობით, ეკლესიის შვილობით ვანხორციელებთ. რამე თუ ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ეკლესიურობა ეს არ არის რაღაც მხოლოდ ფიზიკური და გარეგნული, ესე ვთქვათ, ქმედება. ეს არის ჩვენი ყოფნა ქრისტესთან კავშირში. და ეს
კავშირი დიდარი უნდა იყოს ძვირფასო ძმანო და დანო. დიდარი ზუსტად ღმერთთან ურთიერთობით. და ამ ურთიერთობას ჩვენ ვახერხებთ წმინდა წერილის წაკითხვით, ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებით, ჩვენი ქრისტიანული აზროვნებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი აზროვნება უნდა იყოს ქრისტიანული. და არა მხოლოდ გარეგნული მოქმედება, რომ მე 4 შაბათი და პარასკევი დავიცავე, ლოცვა წავიკითხე, ახსარება ვთქვი, ვეზიარე. არა. ჩვენი აზროვნება უნდა იყოს ქრისტიანული. და მაშინ ეს იქნება გამომხატველი ჩვენი სიყვარულის ღვთისადმი. და უფალმა თქვა, ვიცო მე შევიყვარაო, მე მასთან ვარო. ვინც მე შემიყვარა, მან სიტყვანით ჩემნი აღასრულოს. აი ეს უნდა დავანახოთ ჩვენ ქრისტეს. რომ ჩვენ ვაზროვნებთ მისი სიტყვის მიხედვით. ვაზროვნებთ მისი ეკლესიის სწავლების მიხედვით. და ამგვარად ხვდებით ასონი ქრისტესნი შენაწევრებული ქრისტესთან. და ამის ძალას ჩვენ გვაძლევს თავად უფალი, ისე როგორც მოციქულებს მისცა ყველა ძალა და მისცა და უთხრა ნუ გეშინინ, რამე თუ მე თქვენთან ვარ, ვიდრე სოფლის აღსასრულამდეო. ერთმა დაგლოცო ძვირფასო ძმანო და დანო, ღვთის მადლმა მოგცეს ჩვენ ყველას მარადიული კავშირი ქრისტესთან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.